სასკოლო ფორმების პირველი პარტია უკვე საქართველოშია უგვითხრეს რამდენიმე დღის წინ და იცით რაზე გაბეცი და დაგვინაწილეს ეს სასკოლო ფორმის კომპლექტი და გვითხრეს რომ პიჯაკი ღირს 45 ლარი, კაბა 25 და შარვალი 25. ნუ ხა პიჯაკის, კაბის და შარვლის სრული კომპლექტი ღირს 95 ლარი და ეთყობა იფიქრეს არა ებევროთო. რეალურად ბავშვს სეზონზე სჭირდება მინიმუმ 2 ხელი, რაც შეადგენს 190 ლარს. ზამთარში და ზაფხულში ცხადია ერთი და იგივე სისქის ტანსაცმელს ხო ვერ ჩააცმევ, ანუ ესეც შენი 380 ლარი მინიმუმ. ანუ ტყუპები რომ მოვამზადო 1 სექტემბრისთვის, აი ამ სასკოლო ფორმების კონტექსტში მჭირდება არც მეტი და არც ნაკლები 760 ლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ ხარისხზე, ვიცით რომ არის პოლიესტერი, ეს ნაჭერი ჰაერს არ ატარებს, კანის პრობლემების მქონე ბავშვებისთვის, ვისაც ატოპიური დერმატიტის პრობლემა აქვს, ეს იქნება ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი. ჩემი აზრით მიზანი, რისთვისაც ეს სასკოლო ფორმა შემოიღეს, საერთოდაც არ არის მიღწეული რეალურად, რადგან ფორმის მომხრეები გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვები არასათანადოდ ჩაცმული დადიან და მათივე აზრით ეს არასათანადოდ ჩაცმა განსაკუთრებით თვალშისაცემია მე-7 კლასს ზემოთ. არდა მე-7 კლასს ზემოთ ფორმა არ აქვს. ეს დაწყებითი კლასების ბავშვები სად დაინახეს ასეთი არასათანადოდ ჩაცმული და ასეთი გამომწვევად ჩაცმული, რომ აღშფოთ და სრულიად საზოგადოება და სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადაწყდა სასკოლო ფორმის შემოღება, არ ვიცი. არაფერი რომ თქვათ იმაზე, რომ სახელმწიფო ამაში იხდის 46 მილიონ ლარს. თქვენ წარმოიდგინეთ ის 46 მილიონი ლარი. მართლა იმაში რომ დახარჯულიყო რა ჩვენ შვილებს რეალურად უკეთესი სწავლისთვის, უკეთესი აკადემიური მოსწრებისთვის სჭირდება, როგორი წარმატებული იქნებოდა სასკოლო რეფორმა თუნდაც. მაგრამ არა ბატონო. ახლა მე რა მაინტერესებს? იმის გამო რომ ბავშვებმა ფორმა არ ჩაიცვეს, მათ სკოლიდან ვერავინ გარიცხავს, რადგან არც ერთი კანონმდებლობა, ქართული კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. ბავშვის კონსტიტუციური უფლებაა განათლების მიღება და ამას მათ ვერავინ შეუზღუდავს. მე არ ვიცი რა სადამსჯელო მექანიზმს მოიფიქრებენ იმისთვის, რომ ბავშვებს აიძულონ სასკოლო ფორმის ჩაცმა, თუმცა მე მაინტერესებს თქვენი აზრი მშობლებო. აპირებთ შვილებს ჩააცვათ სასკოლო ფორმა? ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში.